მოსახლეობამ უნდა იცოდეს მნიშვნელოვანი რამ. ეს არის თუ თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება, ეს ხდება მხოლოდ იმ ვადებში, იმ ფარგლებში და იმ მოცულობით, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული კომპანიის კონკრეტული მოქმედების განხორციელებისათვის. და აქ ერთი პლუსი, რაც ბიზნესმა მიიღო, ძალიან მინდა ისიც აღვნიშნო, ის არის, რომ ახალი კანონის ფარგლებში აღმოჩნდა დაემატა ისეთი გარემოება, როდესაც არის გარიგების მიზნისათვის ინფორმაციის შეგროვება. იმიტომ რომ ეს არ იყო და ცოტა რთული იყო მისადაგება ამ მიზნისთვის შეგროვებული ინფორმაციის ნებისმიერ სხვა წინაარსებულ ჩამონათვალთან. დღეს, როდესაც ხდება თუნდაც წინარე ხელშეკრულების ფარგლებში, თუნდაც შემდეგი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შეგროვება, თუმცა აქაც მხოლოდ იმ ვადით, იმ მოცულობით და იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია მხარდაჭერის ურთიერთობის. ამ ხელშეკრულებითია განსაზღვრული ეს კონკრეტული ვადა თუ კანონი ითვალისწინებს? რა თქმა უნდა, რაც კანონის მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ მონაცემები ინახება მხოლოდ იმ მოცულობით, იმ ფორმით და იმ ვადით, რომელიც საჭირო და საკამარისია კონკრეტული მოქმედების განსახორციელებად. მაგ მინდა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც კიდე რომ ნებისმიერ პირს აქ უფლება გამოიწვიოს საკუთარი თანხმობა, საკუთარი მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის რომ თქვენი თანხმობა უნდა იყოს ინფორმირებული. ადრე თუ საუბარი იყო რომ გულისხმობა რომ ინფორმირებული ხართ, არა ეს უნდა იყოს მოქმედებითი და ინფორმირებული თანხმობის სახით. უნდა ვადასტურებდე რომ ჩემი მონაცემების დამუშავების უფლებას ვაძლევ ამ კონკრეტულ კომპანიას გარკვეული მოწერით იქნება ეს თუ სხვა სახის დადასტურებით, მე უნდა ვაძლევდე ნებართვას გააზრებულად უნდა ვიცოდე რამდენი ხნით, რა ვადით, რისთვის და რა მოდუნებით მოხდება ჩემი ინფორმაციის შედახვა. ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სრულყოფილი შეჯამებისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა იქნება სასაუბრო თემა მთავარი იქნება ის, თუ როგორ დაძლია ბიზნესმა ეს გამოწვევები და როგორი კარგი შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით. სიამოვნებით გაგიზიარებთ, როცა იქნება მსგავსი შემთხვევა. ანა ჯალავანია იყო ჩვენი სტუმარი, ადვოკატი და სასამართლო მედიატორი.